ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეას სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. ქვეყნის პირველი პირისგან ხშირად ხსმენია რბილად რომ ვთქვათ თანამდებობისთვის შეუფერებელი გამონათქვამები, ამიტომ შეიძლება ითქვას ერთგვარად შევეჩვიეთ კიდეც. მაგრამ ფრაზამ ვაი შენს პატრონს მაინც შეგვაცბუნა, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ პრეზიდენტმა ერთ-ერთი წერილის გამო მისი ავტორის გოგი გვახარიას გაშაყირებას მოინდომა. ყურადღების გამახვილება მაინც მეორე საკითხს ეხებს, რომლის გამოც საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ხელისუფლებას გათავისებული აქვს ცნობილი სენტენციის აზრი, ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია. ცოტა კორექტივებს თუ შევიტანთ და თავად პრეზიდენტს დავესესხებით გუშინდელი გამოსვლის შემდეგ საზოგადოების ამ ნაწილისთვის ცნობილი ფრაზა ასე ჩამოყალიბდა, ვისაც ჩვენი აშენებული არ მოსწონს, ვაი თქვენს პატრონს. პრეზიდენტის მხრიდან ასეთი კრიტიკა ცხელ შოკოლადში თამარ ამაშუკელისა და რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გოგი გვახარიას გამოქვეყნებულ წერილებს ხვდათ. ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც გონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გაუწონასწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს რედისონი და შერატონი, აცხადებს პრეზიდენტი. ზოგადად ხშირად გვსმენია, რომ სამთავრობო ელიტა ქართულ პრესას დიდად არ სწავლობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის. ისე ცოტათი უცნაურია, რომ პრეზიდენტის გაღიზიანება სწორედ ამ წერილებმა გამოიწვია. მით უმეტეს, რომ გოგი გვახარიას ბლოგი თანამედროვე ქართულ არქიტექტურას სულაც არ ეხება. უცნაურია, იმიტომ რომ ამაშუკელის წერილის მსგავსი კრიტიკული წერილი გასული წლის ოქტომბერში ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა, სადაც სულელი უცხოელის სახელით ავტორი წერს. ცხადია, შესანიშნავია საქართველოს რომ ვითარდება, ახალი სასტუმროები რომ შენდება, რაღაცეები რომ რესტავრირდება და მთელი ქვეყანა რომ ევროპულ სტანდარტებს ამ ბუნდოვან ცნებას ყველა მანტრასავით რომ იმეორებს. უახლოვდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში საუკეთესო არის ის, რაც მას დანარჩენი ევროპისგან განასხვავებს და არა ის, რაც ამსგავსებს. ამ წერილს პრეზიდენტის რეაქცია არ მოყოლია. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს ეს ნომერი ან არ წაუკითხავს, ან უბრალოდ ერთი წლის წინ ასე წერილებზე რეაგირება არ ჰქონდა. მოკლედ, არქიტექტურა, კიჩი, სტილი, რიტორიკა, კრიტიკა, პრესა, მონური ფსიქოლოგია და პრეზიდენტი. ნინია კაკაბაძე და დავით ზურაბიშვილი გადაცემაში მე ვარ თეას სიჭინაო და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დავით ზურაბიშვილი და ნინია კაკაბაძე. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე თავიდანვე აღნიშნავ, რომ ეს არ იქნება დებატი, ეს იქნება უბრალოდ საუბარი საინტერესო თემაზე. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო თემაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ დღეს. ციტატა მე მოვიყვან მაშინ პრეზიდენტის გამოსვლას, იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელმა იცოდეს, რაზე მოგვიწევს მსჯელობა და რისი გაანალიზება მოგვიწევს. ერთი მცირე ტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს: ვის რად უნდა შენი კიჩი, არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე ამაზე. ერთადერთი პასუხია: ვაი შენს პატრონს. მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ გონია თავი ძალიან განათლებული. ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც გონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს რედისონი და შერატონი. ნინია, მართლაც ცოტა საწყენი ხო არ იქნება ადამიანისთვის, რომელიც ამდენს, ესე რომ ვთქვათ, მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, აშენებს, ესე რომ ვთქვათ, თითოეულ დეტალს აქცევს ყურადღებას, ყველაფერში იღებს მონაწილეობას, მე ერთჩვენიერ დღეს მას უწერენ ისეთ სტატიებს, როგორც მაგალითად ჩვენ როგორცაც ვკითხულობთ ცხელ შოკოლადში ან თუნდაც ტაბულაში და ბრაზდება უბრალოდ ადამიანი და გარკვეულწილად ესეთ განცხადებებს აკეთებს. არ არის ეს საწყენი? არ ვიცი, შესაძლებელია გულში წყენის უფლება მას აქვს, მაგრამ საჯაროდ ასეთი გამოთქმების უფლება ნამდვილად არ აქვს, ვინაიდან ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და სულ ცოტა, ყველაზე ცოტა რაც შეიძლება მისგან მოვითხოვოთ, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ზრდილობა და კორექტულობა, მაგრამ მე მაინც მეჩვენება, რომ რაღაც ისე დაემთხვა, რომ უკანასკნელად თქვენს გადაცემაში კობა ნაყოფიას სულელურ გამონათქვამის ექსპერტად ვიღავის მოწვეული, ახლა პრეზიდენტის სულელური გამონათქვამები უნდა განვიხილოთ, სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობა, იმიტომ რომ კობა ნაყოფიამაც მაშინაც ისეთი გააკეთა შეფასება, რომ ვისაც ეს ფილმი არ მოეწონება სამშობლოს მტერია, ბუნებრივია ასეთ იმას ვეხმაურებით ხოლმე და ახლაც პრეზიდენტის განცხადება იყო ყველაზე ცოტა და ყველაზე მსუბუქად როგორც შეგვიძლია შევაფასოთ, ძალიან უზრდელური, ძალიან არაკორექტული და ყველაზე სამწუხარო
რაც არის ჩემთვის მთელი ამ გამოცვლიდან არის ის, რომ მას მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ამბიცია იმისა, რომ არის მშენებელი არქიტექტორი ამ ქვეყნის, მას ელემენტარული ცოდნაც არა აქვს ამ დარგში. მან უბრალოდ ასეთი პროფესიონალური ტექსტების კითხვაც არ იცის სამწუხაროდ, იმიტომ რომ თამარა მაშუკელის სტატიას ვინც წაიკითხავს, ეს არის ძალიან საინტერესოდ დაწერილი სტატია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თამარა მაშუკელი არის თავისი საქმის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე გახლავთ ის პროფესიით, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არის. ეს არ არის მისი ერთადერთი სტატია, ბევრი პუბლიკაციები აქვს და შეუძლია მომავალში ბატონ მიხეილ სააკაშვილს რომ გაეცნოს მათ. და სამწუხარო არის ის, ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ნამდვილად, რომ მან ვერაფერი ვერ გაიგო იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ მან ვერ გაიგო. შთაბეჭდილება არ დამჩა, თუ კი მის სიტყვებს მიუსადაგებთ თამარ ამაშუკელის ტექსტის აბსოლუტური აცდენაა. სულ სხვა რამეს ამბობს მიხეილ სააკაშვილი და სულ სხვა რამესზე წერს თამარ. მოკლედ შინაარსი გადავცეთ მაშინ მაყურებელს, ყოველს არ ექნება შესაძლებლობა. ხან ყველა არ იცნობს ამ სტატიას, რომ უბრალოდ იცოდნენ რაზე საუბრობს თვითონ თამარ ამაშუკელი თავის სტატიაში. თამარ ამაშუკელმა თვითონ მას გააკეთა განმარტება ინტერპრეს ნიუსზე და ალბათ სხვა სააგენტოებისთვისაც, მაგრამ მეც ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თამარ ამაშუკელის მოკლე ვერსია ძალიან დიდი ხნის წინ სხვათა შორის დაახლოებით 1 წლის წინ დაიბეჭდა ცხელ შოკოლადში. შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე აზრებზე დაიდო ვრცელი ვერსია ამ სტატიის, ცხელ შოკოლადში მოკლე ვერსია დაიბეჭდა და მთლიანად ეს სტატია ეხება კიჩს. და ბუნებრივია ავტორი ხელოვნებათმცოდნე სხვა მაგალითებზე დაყრდნობითაც განიხილავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და აფასებს როგორია ეს ქართული კიჩი. ის წერს ის კონტექსტი, რომლის მიხედვითაც მოინდომა მიხეილ სააკაშვილმა რომ გაეკრიტიკებინა თამარ მაშუკელი, თამუნა წერს რომ ჩვენ ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ გავხდეთ პარიზზე უკეთესი, ნიცაზე უკეთესი, რომზე უფრო ლამაზი, უკეთესი მიქელანჯელო ყავდეს, ვენეციაზე ბევრი წყალი იყოს ქალ თბილისში და ასე შემდეგ. ეს არის შეცდომა, ამას წერს თამუნა ამაშუკელი. ის წერს, რომ ჩვენი ქალაქი არაფრით ნაკლები არ იყო. ჩვენ გვაქვს არანაკლებ ლამაზი კულტურული მემკვიდრეობა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ის წერს, რომ ამის მოვლა გვაქცევს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ქალაქად და არა მიმსგავსება, გასწრება, რომ და რაღაცნაირად შევეჯიბროთ, იქნება ეს ნიცა, კანი, პარიზი თუ სხვა, სულ სხვა რამეს წერს. მიხეილ სააკაშვილმა კი სამწუხაროდ ამის ციტირება მოახდინა ისე, რომ თამარ მაშუკელს არაფერი ქართული არ მოსწონს, არც ერთი ქართული სახლი, საქართველოში აშენებული სახლი არ მოწონს, ქართული არქიტექტურა. და ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული. ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული რაღაც მონური აზროვნების ტიპი. სამწუხაროდ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეზე საუბრობს თამარ ამაშუკელი თავის სტატიაში და მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვერ გაიგო ალბათ. გასაგებია. თქვენც ესეთი შთაბეჭდილება დაგვრჩათ, რომ თარგმანის პრობლემა, აღქმის, გაგების პრობლემა რა, საერთოდ მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომ ასე სტატიას ჩაღრმავებოდა ძალიან ღრმად. ძალიან მარტივად შეხედა რა, დაინახა რომ რაღაცას კიჩს ეძახიან, რაც მისი ასე ვთქვათ ხელით გაკეთებული და მისი ხელმძღვანელობით. ნუ ყოველ შემთხვევაში იცის, არა, კარგს რო არ ნიშნავს არაფერს, ყოველ შემთხვევაში გეცოდინება, მიხდებოდა რომ კარგი არ არის რაღაც, ესე რაღაც ცუც ამბობს ჩემს, უყ რაღაც ცუც ამბობს და აი შენი და აი შენ და აი შენ პატრონს მაშინ. აი დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება. აქ თავარი პრობლემა რა არის, ესე და ერთი ახლა ის რომ ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან ჩვენ დიდი ხანია გვესმის ასეთი არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში უზდელური რაღაც გამონათქვამები გვახსოვს, ახლა ეს ერთი და ორი შემთხვევა ასეთი არის, რომ მოუკრიბოთ, კარგი წიგნი გამოვა. რაღაც დაწყებული რაღაც გააჭმახა, ყიყინებენ, რაღაც ესენი, ნუ რა ვიცი, რეებს არ უწოდებს ხოლმე ოპოზიციას საერთოდ რა სიტყვებით იხსენიებს ხოლმე. თავგასიებული. რა ვიცი, გაქსუებული და თავგასიებულები და რა ვიცი. რა ვიცი, ძალიან საერთოდ მიჩვეული ვარ ამ კაცისგან, ამას სტილია მისი ასეთი. სხვადასხვა ეს არ არის ახლა ასეთი ისიც ზოგჯერ მოყავთ ხოლმე ხელისუფლების მომხრეებს. ასეთი ისე რა ვქნათ ასეთი ტემპერამენტიანი ადამიანი ხარ ბოდიში და ეს ტემპერამენტი გადმოანთხრიოს სხვაგან სადმე. პრეზიდენტი როცა ხარ, მაშინ კეთილი უნდა ინებოდა თავი შეიკავო. მე მახსოვს შევარნაძეს მოყავდა ხოლმე რეიგანის სიტყვები. რონალდ რეიგანის ზოგჯერ ისმ აპრეზებდნენ ჟურნალისტებიო, რეიგანმა მითხრა ერთხელო. რომ რაღაცა მინდა დავიღო და ჩავარტყა თავში, მაგრამ ხამას ყვარვისა, ვარო ჩუბადო და უღიმიო და რაღაცა და ისე. კი, შეიძლება გაბრაზდეს ვიღაცა, მაგრამ იცით რაშია საქმე, როდესაც ერთხელ გააკეთა ასეთი რამე, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და არაფერი რაღაცნაირად, ნუ კაი, ერთხელ გავიცინეთ, ორჯერ ვიღაცამ დაიცვა.
როცა ეს რაღაცას იტყვის, იმის და მიუხედავად ის სწორად აკრიტიკებს და რა კრიტიკებს მას, ნებისმიერად არაკორექტულ გამოთქმაზე ის საზოგადოება თუნდაც რომელსაც რაღაცნაირად საზოგადოებრივი აზრის შექმნასთან რაღაც სიახლოვე აქვს არა და რაღაც განაპირობებს ამ საზოგადოებრივას. ძალიან მკვეთრად უნდა რეაგირებდეს ამაზე. როგორ? ნუ ამიტომ მკვეთრად ესე იგი რაღაცა აკრიტიკებდეს პრეზიდენტს, დასცინოდეს თუნდაც არ შაკირებს ახლა ლაპარაკობ ოპოზიციაზე. კრიტიკა თუ აკლია პრეზიდენტს ვერ გეტყვით. ერთხელ და ეხა უკვე ეს გვიან არის. სამწუხაროდ ეს არის ძალიან ღრმად შესული უკვე. ყველაფერი. ამ კაცმა თქვა, კარგად მახსოვს. თქვა თვითონ აი შეერმულობაზე ღაგეთი თქვა და აბსოლუტურად ასე არის ის თამარა მაშუქელი ნამდვილად კარგი სპეციალისტია და პროფესიონალი და ვინც რა იმ წერილს აიგითხავს მიხვდება ამას მაინც რომ მართლაც პროფესიონალის დაწერილი და ესმის ადამიანს საკითხი რაზედაც წერს. მიხეილ სააკაშვილმა მახსოვს თვითმფრინავში საკუთარ თვითმფრინავში ინტერვიუს აძლევდა ბანძელაძე იყო თუ არ ვწდებინათია მას. იქ თქვა თვითონ კაც მე რომ მოვედიო აქ ეს ამ ჩვენმა არქიტექტორებმა ხო არაფერი არ იციან. ამიტომ მიწევს რომ მე თვითონ ხანდახან რაღაცების კეთება, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა სწავლობენ. ესე იგი როგორია? პრეზიდენტისგან სწავლობენ. აბსოლუტურად დაუფარავად მანეს განაცხადა რომ თვითონ. არა, მე თვითონ მიწევდა რაღაცეების კი ვერეოდი ამ საქმეებში, არქიტექტურაში და რაღაცაში. რა უკრავ ეხლა არ იცის ჩვენ არქიტექტორებმა არაფერი, არ იწოდენ საბჭოთა გამოცდილება ქონდათ. აი ასეთი მიდგომა აქვს ამ ადამიანს ეხლა ჩვენ რო უნებით რაღაცა ზოგი ვიღაცა ეუნება ის პროფესიონალი კიჩიო, მას ეს მოწონს ასეთი. მას ეს ბიჟუტერია, ჭყიალა, ეს ალაკვითელ, ალაკწითელ, ალაკალისფერი რაღაცები მოწონს. ეს გონია კარგი. ის რომ იქ რაღაცა პიაცას გააკეთებს, რაღაცა ბათუმში გონია რომ ეს რაღაცა ჯამბოა ევროპელი და გადაიდგა. ევროპისგან გვინდა ევროპული სტანდარტების გადმონება. იმდენად შორს არის უკვე წასული სამწუხაროდ, ეხლა მისი გარემოცვის დამსახურებაც არის გარკვეულწილად ეხლა მოდი ყველაფერს მისი პრობლემა არის რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის ხელშეწყობა რაღაცნაირად თავის დროზე ეს მას ეს თავიდან მქონდა ნელა, მე მოემატა. ეხლა უკვე საერთოდ ვეღარ იტანს რაღაცა რომ ის იმას ბათუმს რომელიც მისთვის არის ქალიშვილი როგორც მანუთხენ რუსი ჟურნალისტებს აი ჩემი გოგონა ქალიშვილია და ზდის ქალიშვილს აცმევს რაღაცა ჩააცვა კაბა და შეეუნები რომ არა ასე კი არ ჩააცვა ის ხარაერთვა ჩაგეცვა ნუ როგორ ეხა მისია და როგორ ბედავთ აი ასეთი დამოკიდებულებები გული რომ რასაც აკეთებს მას არ უფასებს თუნდაც ჟურნალისტები ასე კი მართალი კითხები რაღაცა მკიშია და დასცინეს მე იმ კაცს ნეირონს ადარებს და ნეირონი რო გდებოდა რა პოეტიკუდები ვიგაფასებს თქვა და ეხლა ამას გონია რომ ის არქიტექტურას არ ვაფასებთ ეხლა რა არ ვაფასებთ შესაბამისად აი ეს პრობლემა არის ნამდვილად ეს პრობლემა არის პოლიტიკური სისტემის უფრო მეტად იცით არ შეიძლება პრეზიდენტს კონდეს აი ამის არ უნდა აძლევდეს სისტემას საშუალებას რომ აი ეს თავისი მომენტები გამოამჟღავნოს თორე ეხლა თუ დადრიდა ვიღაცა მიიღო აბსოლუტური ძალაუფლება რა ვიცი ზოგს არქიტექტურა უყვარს, ზოგს შეიძლება არ უყვარს არქიტექტურა და სხვა რაღაცა უძებ ლიტერატურა მოინდომოს, პოეტობა, ან მომღერლობა მოინდომოს. კი ბატონო, აქ უბრალოდ კიდე სხვა რამეზეც არის მე საუბარი, თუნდაც იმ სტატიიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ტაბულას ეს სტატია რომ მოვიყვანეთ, არის რაღაც, რაც ჩვენც არ გვაჩენს თუნდაც ევროპის თვალში და არის რაღაც, რაც ჩვენია და ამის გადაკეთება და შეცვლა თუნდაც ევროპული ელემენტები ცოტა უხერხულია, დიახ? არა, ის რაც რატო ამას ლაპარაკეთ, ეს არის 2x2 4, მე არ მჭირდება ვიყო დიდი პროფესიონალი, ვიცოდე რომ რაც შენ გაქვს ორიგინალური, რაც შენია, ის აინტერესებს იგივე უცხოელსაც თუ კიდე ტურისტისთვის რაღაც. ესაა საინტერესო ახლა სვანეთში რატომ მიდის უყვალა, იმიტომ რომ კოშკები აინტერესებს და ის ნახო რა, პიაცა რო გააკეთო ბესტიაში ეს არ დაინტერესებს ნამდვილად. რატო? აი შეიძლება რომ იტალიაში პიაცებია იმდენი ბატონო, ისტორიაზე იმის გმამდოდა, კი ბატონო, იტალიაში ხო იზიდავს. ის იქაურია, ის პიაცა არის მე-15 საუკუნეში. მათი საკუთრება და არაქართულია პიაცები და ამიტომ არა, მაგას არ არის არაქართული. არა, იცით რა საქმე, არავინ არ უარყოფს იმას, რომ რაღაცა ახალიც უნდა გაჩნდეს. არავინ არ ამბობს, რომ ყველაფერი მხოლოდ ძველს უნდა მოვაროთ და იმას დავფუფუნებდეთ და არაფერი ახალი არ გავაკეთოთ. რა საკვირველია უნდა გავაკეთოთ. მაგრამ როდესაც რაღაც ახალი კეთდება, ზოგს სამართლიანი, ზოგს უსამართლო კრიტიკა შეხვდება, ეს ძალიან ბუნებრივია. ამას უნდა შეეჩვიოს ნებისმიერი არქიტექტორი, მონუმენტალისტი, ასე შემდეგ. საერთოდ არსებობს ეს ნიშანის ტენდენციაც, რომ ხანდახან ვიჭირს ხოლმე ჩვენ რაღაცა სიახლის ჩვენ არა. ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება, არა, ძალიან ცნობილი ყველაზე გახმაურებული ფაქტი ვთქვა. ეს არის რომ ლუვრის ეზოში, როდესაც ეს დადგეს შუშის პირამიდები, ამაზე იყო ერთი ამბავი, ყავი ეიფელის კოშკზე, ძალიან ბევრი რაღაცა არსებობს. მე ეხლა არ გიგონოთ იმას ვამბობ, რომ რამე მსგავსი ჯერჯერობით ჩვენთან შექმნილა, მაგრამ საერთოდ ის რომ რაც ახალი ეს მეორე საკითხია და ცალკე შეიძლება ჩვენ გავაანალიზოთ, შევაფასოთ ის ახალი ნაგებობები, შენობები, ხიდები, ასე შემდეგ. ესე მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება საერთოდ ხელოვნებაცოდნეები ერთხელ მოიწვიოთ და უბრალოდ სათითაოდ მე ერთხელ რადიოში გავაკეთე ესეთი გადაცემა და მართლაც ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ისინი აფასებდნენ
урბანისტი მყავდა, ხელოვნებაცოდნე და კიდევ არქიტექტორი, რომელნაც აფასებდნენ სათითაოდ, ყველა რის მანიშნებელია, რა სიმბოლიკა არის, როგორც ძალიან საინტერესო არის თავისთავად. ამიტომ ახალი უნდა აშენდეს სვანეთში ბოლოს შაშან რომ ვიყავი, შემხვდნენ შვეიცარიელი ტურისტები, რომელთაც მითხრეს, რომ რაღაცა ძალიან დიდი ხნის წინ შვეიცარიაც აი ესეთი ეგზოტიკური იყო და აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ ეს ეგზოტიკა და ეს პირველყოფილება, ასე ვთქვათ, ამას შევეხო ისევ, სადაც ჯერ კიდევ შეუყნელია ეს გარემო, ეს ბუნება და ეს მოწონდათ. მე არ ვფიქრობ, რომ ამიტომ ასე უნდა დარჩეს ყოველთვის და ძალიანაც მინდა და ძალიანაც გამეხარდება თუ კი შვეიცარიის კურორტებივით, სათხილამურო კურორტებივით იქნება სვანეთი თუნდაც. და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ და კარგი იქნება. საქმე არის იმაში, რომ რას ვქმნით? ამაზე ძალიან ბევრი უნდა რა იქმნება ახალი ქვეყანაში, ამ თვალსაზრისით და აი ამ მიმართულებით, ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ. და ის ტენდენცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც კი ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, ის რომ შენ პოლიტიკურად განსხვავებული მოსაზრებებს ვერ იტანს მთელი ნაციონალური მოძრაობა და მაშინვე მტრად გაცხადებს, თუ კი მას არ ეთანხმები, რომ ვით ჩვენთან არის ის ჩვენი მტერია. ეს აზრი არის 2004 წლიდან, რაც უნდა ახლა ამას ლაპარაკი, შეიძლება როგორც მტერს პირდაპირ ციხეში არ გსვავს, მხოლოდ განსხვავებული აზრისთვის, მაგრამ ბუნებრივია შენ მისთვის ხარ უკვე უცხო, იმიტომ რომ და გარკვეულწილად მტერი, იმიტომ რომ არ ეთანხმები მის პოლიტიკურ ხედვას, სტრატეგიას, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ეს რომ უკვე ხელოვნების კრიტიკაშიც და ხელოვნებაშიც გადადის, ძალიან სამწუხაროა, შესაძლებელია ძალიან შემაშფოთებელი და საშიშიც იყოს, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი რა განგვასხვავებს უკვე ნამდვილი დიქტატორული რეჟიმებისაგან, იმიტომ რომ ესეთ ქვეყნებში არის მიუღებელი და ესეთ ქვეყნებში არის საშიში, წერო კრიტიკული სტატიები, მაგალითად, ვიღაცა შესაძლებელია შეეშინდეს, როდესაც გაიგებს, აი ასეთი ტიპის ჩემზე არ მოქმედებს, ვთქვათ, მე მხოლოდ მეცინებოდა, მაგრამ ვიღაცა რომელიც მოისმენდა გუშინ სხვა ხელოვნებაცოდნე კრიტიკოსი შეიძლება რაღაც შიში გასჩენოდა და იფიქროს, რომ შეიძლება ცოტა საშიში არის ამ ახალი სახლები, ასე ბრაზობს ეს კაცი, იმიტომ რომ ეს არ არის ადეკვატური, ნორმალური ბრაზი არ არის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოხატა, ძალიან გაბოროტებული, ძალიან აგრესიული, ძალიან რიხიანი ხმით გალანძღა, შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ის ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი იქნებოდა, მით უმეტეს რომ ქალბატონს, ვაიშენს პატრონს, მთელ იმაზე 3 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენდა მას, ეს ძალიან სუბოქად ვთქვა, ძალიან არასოციალურია. ბატონ დავით, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, კიდევ ერთი საკითხი იყო, რომელსაც პრეზიდენტი გუშინდელ გამოსვლაში შეეხო, ეს იყო გოგი გვახარიას ბლოგი, ამაზეც ვისაუბრეთ, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ვიყურებთ არგუმენტებს დავით ზურაბიშვილი, ნინია კაკაბაძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები, კიდევ ერთი, ესე რომ ვთქვათ, ამონარიდი პრეზიდენტის გამოსვლიდან. პირველზე უკვე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში, მეორე ციტატა მოყავს პრეზიდენტს გოგი გვახარიას ბლოგიდან. და ასე ამბობს, ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ. დასვენების დღეებში რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე რას აკეთებდნენ, ბავშვებიც მოიყვანეს, ეს ახალგაზრდები რაღა მოიყვანა აქ. აქეთ-იქ დადიოდნენ, აი ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო. ისე აბას სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ, არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომ ასე ამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის, რა უხარია ამ ხალხს. ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შეიძლება არ გავაშაყირო. ბოლო წინადადება ეკუთვნის პრეზიდენტს, ეს არის მისი შეფასება გოგი გვახარიას ბლოგზე. აქ თავიდანვე გაკეთდა კომენტარები, თავად გოგიმაც გააკეთა კომენტარი, რომ პრეზიდენტმა როგორც ჩანს ვერ წაიკითხა, არ წაიკითხა მისი სტატია, რომელიც არ ეხებოდა არქიტექტურას, თუნდაც იმ პარკს, რომელზედაც ამ შემთხვევაში ამ მონაკვეთშია საუბარი. ნინია, ისევ იშტაბეჭდილება გრჩება, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიგო გოგი გვახარიას ბლოგი. იშტაბეჭდილება არ გრჩება, ფაქტია ეს. ან ცუდად მოუყვნენ, ან ვერ წაიკითხა. ორი გამოსავალი. რომელიც გვინდა, ის შეგვიძლია ვიფიქროთ, მაგრამ არ ამგონია რომელიმე მათგანი იყოს უკეთესი. გამოსავალი, ვიღაცა ვინც
რომელსაც ამბავი მოაქვს, იმას დამახინჯებულად მოაქვს და პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ თავად უნდა წაიკითხოს და ან თვითონ კითხულობს და ვერ იგებს ტექსტს. არ შემიძლია რომ არ გავაშაყირო ამბობს და სამწუხაროდ ძალიან წუხვარ მართლა რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა თავი ძალიან საშაყირო მდგომარეობაში ჩაიგდო. დღეს მთელი დღეა მხოლოდ მის სიტყვებზე და მასზე შაყირობენ. უკლებლივ ყველა მისი მომხრეები, მის მიმართ სიმპათიით განწყობილები, ანტიპათიით ოპოზიციონერები, მათი მომხრეები და ასე შემდეგ და ასე. საყოველთაო საშაყირო თემა გახდა და ძალიან წუხვარ, რატომ არ შეიძლება ან მრჩეველი ყავდეს უფრო ნორმალური, რომელიც ეტყოდა მაგალითად, რომ აი ეს იფიქრებდა, რომ ის სტატია გოგის ბლოგი ეძღვნება რიყის პარკს. მაგალითად, რატომ არ აღმოჩნდა მის ირგვლივ ერთი ადამიანი, რომელიც ეტყოდა, რომ ნუ გაიმასხრებ თავს. არ არის ეგ სტატია რიყის პარკზე, სულ სხვა რამეს ეხება, სულ სხვა რაღაცაზეა. მესმის არ არის გოგის სტატიები, არ არის ასეთი ძალიან მარტივად გასაგები შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რთული გასაგები არის, მით უმეტეს პრეზიდენტისათვის, რომ ტექსტის აღქმა შეეძლოს და მართლა ესეც ასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდოს თავი. დიახ, ბატონო დავით. არ ვიცი ხარ ძალიან მიჭირს რა. პირდაპირ სიტყვას მოგწონს. დაცვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის თქმელი არ შეიძლება არ გააშაყირო მართლა რა. აი ვინც ასე ლაპარაკობს და პრეზიდენტი რო ასე არ არის ჩემი სტილიო და ეთანხმებით პრეზიდენტს. მაგის სტილი თუ აღარ არის, აბა რა არის მაგის სტილი მაშინ რაც გვახსოვს სულ ასეა. ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ დაგწინოს და გაგაშაყიროს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს პირიქით გამოსდის ხოლმე. ანუ მაინც არ გამოირჩევა ამ. ისეთ რა არის, რაღაცა ისეთ საკითხებში უნდა აშაყიროს ადამიანები, სადაც უფრო მეტად პროფესიონალია ის. არქიტექტურაში, ხელოვნებაცოდნეობაში, პუბლიცისტიკაში, ესეც საკითხებში. ის არ არის პირველი. კაცმა თქვა ინტერვიუში, მე რო აღარ ვიქნები პრეზიდენტიო, მე საკითხს მოვიდებ არქიტექტურას. არა, მე ის მაინტერესებს, ეგ რო პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგას არქიტექტურაზე ვინ მიაკარებს მაშინ არა, მე მომხრევა რომ მან მიიღოს განათლება, მიიღოს განათლება, არსებობს არაჩვეულებრივი სკოლები, აკადემიას წავიდეს, მიიღოს განათლება, მე ძალიან მომხრევა, რომ ადამიანს ნამდვილად უყვარს ეს საქმე და ძალიან კარგი და მაქსაკრის გაყოლოდა ალბათ. გაყოლოდა, ალბათ შეცდომა არის რომ თავიდანვე. მე უბრალოდ მაინტერესებს რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი გუშინდელ დღეს იმ რედისონის შენობის გახსნას მოაყოლა ეს ყველაფერი. საერთოდ სტილია აი ესე თითო პრეზიდენტების მხრიდან მიღებული ფორმა, საერთოდ თითო სტატიებზე გამოხმაურება და კომენტირება. ხოდა მე მაინტერესებს ეს სტილია ბუდმევად ასე სტილია. საქართველოს პრეზიდენტის სტილია თუ სხვა ქვეყნის პრეზიდენტების იქცევია. ტიპიური ავტორიტარული რეჟიმის მეთაური სტილი. ჯერჯერობით ეს ქვეყანა არ არის რაღაც ტოტალიტარულად გაფორმებული ბოლომდე, მაგრამ არსით რასაც ქვია, აქეთ მივდივართ აშკარად. ანუ სულ არის აშკარად, ეხლა 2004 წლიდან ვიყავით 2011 წლამდე. თავიდანვე შეიმჩნევა. შეიმჩნეოდა, მაგრამ გაიზარდა პოტენცია ხო არის, ერთი რაღაცა შეიძლება აქედაც წახვიდე, იქედაც წახვიდე. მერე რაღაც ერთხელ აქეთ გადაუხვა, მერე უკვე ის გზა ძალიან შორდები იმ გზას რა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ძალიან შორს წავიდა ეს ტენდენცია და ნუ ადამიანი ლაპარაკობს უკვე ჯელობს, საერთოდ არ გახსოვთ სასტუმროების გახსნას და იმას ვინჩივის შენობის დამთავრებული ნაწილის გახსნა გააკეთა ერთხელ იგივე ბათუმში. ანუ რაღაც არ იყო ეს შენობა დამთავრებული შერატონი ბოლომდე. აი რაც დამთავრებული იყო ერთი ნაწილი გახსნა, მე მეორე ნაწილი გახსნა. ეხლა ეს ხო არის რაღაც არ ვიცი ეს ლენტების გაჭრა და რაღაცა ტიპური ბრეჟნევი აკეთებდა უყვარდა იმას ალბათ გავჭერდი. შევარდნაძე ზუსტად ასე აკეთებდა მაგდონალდი რო გაიხსნა მახსოვს ეს შევარდნაძე დივიჯი იყო და გადავაყოლეთ იმას მერე და ეს ვაშაყირებდით და ნუ ესეც იქნება. ფათაშორის გვახარემ ზადიდბოდში გვახარიამ როდესაც კომენტარი მისცა ინტერპრეს ნიუს იქ იკითხა რომ საერთოდ მაინტერესებს პრეზიდენტების სასტუმროების გახსნაზე რატომ დადიანო და მეც მაინტერესებს. არ დადიან პრეზიდენტები. ხო და ხალხი დათაში ერთხელ შეიძლება მოხდეს ნორმალურ ქვეყანაში. მეორე ეხლა რაცა რამდენი საწარმო გაგვიხსნება, ჩვენ გვახსოვს ეხლა ძალიან კარგად მახსოვს ამ კაცის აბერება 100 საავადმყოფო, 100 საწარმო. ფერი წავიდა საწარმოებს ხსნის. მერე დაძდებს ეს ნანალეჟევა უკან თავისი ამ სკვირის რეპორტაჟები და აღმოჩნდება რომ ყველა საწარმო დახურულია ერთ კვირაში. აღარ მუშაობს იქ ის გახსნა გადაჭრალეთ და წავიდა აღარ არის. რაღაცას ხომ აქ მივიდა წყალი, მუხრანის წყალი, მუხრანის სახელი და თქვა დალია იქ. ბატონო დავით. ეხლა ეს რაღაც კეთდება. არა, კეთდება, ნამდვილად კეთდება და თვითონ ბათუმშიც კეთდება. არ ნუ ვიქნებით მართლა ნეტის რომ მიეცეს ფასი ჩვენ სიტყვას, ჩვენ სიტყვას პირადად, მაგალითად მე აუცილებლად ვეთქვი თბილისშიც, ბათუმშიც. გზები მართლაც ეხლა რომ მიწევს საქართველოს ფარგლებში სერული უმეტესი ნაწილი ნამდვილად გაკეთებული არის.
მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი არის ბათუმის ბულვარი. მართლაც ძალიან ლამაზი არის. მართლა მსევნებს ეხლა რამ 1-2-3 კვირის წინ ვიყავი ბოლოს კიდევ უფრო გაგრძელებული არის და არაჩვეულებრივია იქ სეირნობა, ველოსიპედით გნებავთ თუ ფეხით. ძალიან დიდი სიამოვნებაა. თავად ქალაქიც ძალიან ლამაზდება, იმ მხრივ რომ მოვლილი ხდება უფრო ქალაქი. არა, ნიცას არ ემსგავსება, იმიტომ რომ ниცა აბსოლუტურად განსხვავებული და სხვა ქალაქი არის. არ ვიცი რატომ ნიცაზე უკეთესი უნდა იყოს. ნიცაზე უკეთესი უნდა იყოს, ასეთია ჩანაფიქრი, მაგრამ არ ვიცი მართალი გითხრათ, რატომ მაინდა-მაინც ნიცა რახან იქ ზღვა არის. ნიცა ვერ გახდება ვერასდროს, იმიტომ რომ ნიცაში არ დგას ისეთი ძველი მახინჯი კომუნისტების დროს აშენებული ხრუშჩოვკები, ესე უზარმაზარი ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკები, კორპუსები, როგორც დგას ბათუმში, მას ხომ დღეს ჩვენ ვერ დავანგრევთ და ძალიან დიდი ხანი ის ჯერ კიდევ იქნება, არ ვიცი. მერთმაქნას ისეთ გავიმართავთ წელში რომ ეს ადამიანები კარგ ლამაზ სახლებში დავასახლოთ და ის კორპუსები ძალიან უშნო ცენტრში არსებული კორპუსები დავანგრიოთ. ამიტომ ვერ გახდება ამიტომ. ნიცა არის ულამაზესი ქალაქი მთლიანად, უფრო უმჯობესი იქნება მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის შეადაროს კანს, იმიტომ რომ კანი რაღაცით შეიძლება უფრო შინაარსით მიამგონი. იქაც ერთი პატარა ძველი უბანი არის ძალიან ლამაზი და დანარჩენი არის ახალი კანი, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი რომ ანუ ლამაზი არის და ამიტომაც გახადეს სწორედ ფუნქცია კანს მისცეს ამ ფესტივალებით. შემდეგ კლიმატს ვერაფერს ვერ გაუკეთებთ. მართლაც ხომ ღმერთი არ არის არავინ არა ცოცხალი ამ ქვეყანაში, რომელიც კლიმატს შეცვლის აჭარაში, არა? იქაც ხშირად მიწევს მე ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სიარული და აბსოლუტურად განსხვავებული კლიმატია. ზღვა აბსოლუტურად განსხვავებულია. მე ჩემი შავი ზღვის პატრიოტი ვარ, ჩემი მეგობრები ამაზე სულ მაშაყირებენ, მაგრამ ძალიან ბევრი დაგიმტკიცებთ, რომ ის კოდდაზურის როგორც თვითონ ამბობს ხოლმე სანაპირო გაცილებით უკეთესია ვიდრე შავი ზღვა. მაგრამ უბრალოდ მე ერთ რამეს ვერ ხვდები, რატო გვაქვს იდეა ფიქსი მაინც და მაინც მივემსგავსოთ, ან უფრო უკეთესი გავხდეთ რომელიმე ევროპულ ქალაქზე, როდესაც შეგვიძლია ჩვენ თვითონვე ვიყოთ ისეთი, რომ გამოვირჩეოდეთ თუნდაც სხვა ევროპული ქალაქებისგან. ასე არ დგას ეს საკითხი ბატონო. იდეა ფიქსი მასაც არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ, ეს მე მგონია, მე აბსოლუტურად გულწრფელად ვფიქრობ, ეს თulis რომ საქართველოს მოსახლეობას ასე რო ელაპარაკება, რამდენი ახლა ნიცაში ნამყოფი ახლა კარგი გენიას უძევს რაღაცა ასე ვთქვათ პროფესიული იმის გამო, რამდენი ადამიანი იქნება. აბსოლუტური უმრავლესობა ნამყოფი არ არის და იმ აბსოლუტური უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება კიდევ ერთს მოხდეს ვერასდროს. და პრეზიდენტი რო გეტყვის ტელევიზორიდან დღეში 8 ჯერ ჯობია, შეიძლება დაიჯეროს ვიღაცა მეხა რაღაცა, რომ ალბათ ჯობია ასე ყوار მოიწყვება რა. შეგვახარბოს თუ რა? არა, ეს არის პროპაგანდა საკუთარი ქმედებების, საკუთარი ნამოქმედარის რომ აი მე რა მაგარი ქვეყანა მაქვს, აი რა მაგარი ხელმძღვანელი ვარ, რა მაგარი პრეზიდენტი ვარ, რაღაცას ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ აი ევროპას ჯობი ვარ. ეხლა მეორეს ხრი ვაკითხვა, აი რა კეთდება და რაღაც კეთდება, აი მე პირადად შეფასების კრიტერიუმად, აი არასოდეს არ ვკი, მის გზაც კეთდება, რაღაცა ბევრ რაღაცა შემიძლია, უფრო მეტი შემიძლია ჩამოთვალო. კიდე რაღაცა პასპორტის აღება ადვილია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მე აი როგორ გითხრა ხელისუფლების აუ კარგი შესაძლებელად ჩემს ეს საერთოდ არ არის კრიტერიუმი. თუ კეთდება, უნდა კეთდება და ძალიან კაი ბატონო გააკეთე. თუ ვერ კეთდება, ესეც არ მიმაჩნია ყველაზე დიდი ნაკლად. თავარი პლუსი და მინუსი, იმიტომ რომ თქვა მუსოლინი გააკეთა ევროპაში პირველი ავტოსტრადა მე მგონი საერთოდ. მაგრამ ამით არ ფასდება ხო მუსოლინი ახლა ავტოსტრადა გააკეთა თუ არა. თავარი ხელისუფალისა არის ის რომ პირველი რამდენად მისი მართლობის, მისი პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ ყველა უბრალო ადამიანები ოპოზიციაში იქნები, არ იქნები, ხელისუფლების მომხრე იქნები თუ საერთოდ ნეიტრალური იქნები, აი რამდენად კაპიტალიზება ხდება ისეთი თვისებების, ადამიანის დადებითი თვისებების, პატიოსნება, ნიჭიერება, კომპეტენტურობა, რაღაც აი ასეთი ეს თვისებები თუ არის გასახანი თუ ეძლევა, ანუ თუ ჩვენ ეს თვისებები გაქვს, ხელის შემშლელი კი არ არის კარიერისთვის. პირიქით, ხელის შემწყობია, ესე იგი ეს ხელისუფლება პრინციპში არის კარგი, თორე შესწავლას ყველა დაუშვებს. თუ კი პირიქით არის თუ პირიქით არის და თუ ესე იგი გასახანი ეძლევა ისეთ თვისებებს, როგორიც არის, აი მარტო ერთგული უნდა იყო, ყველაფერზე კვერი უნდა დამიყა, რასისულელიც არ უნდა თქვა, უნდა გაამართლო და რაც გინდა აკეთო. კი ბატონო, ასეთი ადამიანები მე ამოტივტივდება. ერთი დეტალი გამოგრჩა, ჩვენ თუნდაც გუშინდელი ესე რომ ვთქვათ დღიდან ეს მეორე შემთხვევა როდესაც პრეზიდენტი ამის დემონსტრირებას ახდენს, სადმე
სხვა ქვეყანაში ვერსად ვერ ნახავთ, როცა ერთი დღის განმავლობაში შეგიძლია ისრიალო მთაში და შემდეგ ერთი დღის შუალედში აღმოჩნდა ზღვაზე, კურორტზე და იქ ასე რომ ვთქვათ, დაივინგით დაკავდა. ეს ამის დემონსტრირება პრეზიდენტმა უკვე მეორედ მოახდინა. ეს ჩაატარა, აღარ მახსოვს ხა ეს რა ქვეყანა, მალდივი იყო მგონი მალდივი იყო ეს ქვეყანა, იმის პრეზიდენტმა წყალქვეშ ჩაატარა მთავრობის ხდომა და აჰა. იმან წყალქვეშო ჩაატარა აკვალანგებში. ხო და ვარაუდობთ რომ შეიძლება ეს მოხდა ცოტა ხნის მერე, როდესაც ჩვენო პრეზიდენტმა სახურავზე ჩაატარა რაღაც მთავრობის ხდომა და ვიძახდი რომ ამას ხო ვერ გადაუყუროს. კი ბატონო, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ გადაცემის დასკვნით ნაწილი უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა ნინიამ შიშზე ისაუბრა და ტრადიციულად ორი კვირა უკვე ამ თემაზე საუბრობ და არ შეიძლება არ ავუაროთ ფოტორეპორტერების საქმესაც ამ საკითხზე. გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით დაგვალოდეთ. კონკრეტ არგუმენტებს დასკვნითი ნაწილი დავით ზურაბიშვილი, ნინია კაკაბაძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები, არ ვიცით, გავაანალიზეთ თითოეული ფრაზა. შიშის ფაქტორი ახსენა ნინიამ და კიდევ ერთხელ მინდა გამიმართოს, რატო დაუკავშირა შიში ამ ყველაფერს. არა, შიშის ფაქტორი არა, უბრალოდ შეიძლება ადამიანი ხო გეუბნებით მისი ჩემთვის არაფერი შემაშინებელი იქ არ ყოფილა პირადად და არ მიფიქრი არც ერთი წამით რომ ვაიმე ხვალიდან რაღაცას დაწერა რომ მომინდეს ვერ დავწერ მაგალითად. არ მიფიქრია, მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებელი იმდენად ერთხელ ვთქვი, იმდენად აგრესიული, იმდენად უზრდელი, უხეში ტონი ქონდა და თითქოს რაღაცა წყობიდან იყო გამოსული, რომ როდესაც ქვეყნის პირველი პირი აი ასეთი გააფთრებული გამოდის ტელევიზორში, შესაძლებელია ჩვეულებრივ ადამიანს ხელოვნებაცოდნე იქნება, კინოცოდნე, თეატრცოდნე, თუ შეიძლება იფიქროს, რომ იცი, შეიძლება არ ღირდეს რაღაცაზე და ყოველ შემთხვევაში დაფიქრდეს რა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას. ძალიან სამწუხარო არ დგას, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პრობლემაც არის, რომ ეს პრობლემა დგას ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ რაც მეტად იქნება ეს შიში და შეგვეშინდება, მით უფრო ადვილი არის და მარტივი არის ჩვენ ყველა ჩვენთაგანის არაფერი არ უნდა გვეშინოდეს უბრალოდ, იმიტომ რომ მე არაფერს არ ვაშავებ და ამიტომ არაფერს არ მეშინია, რაც არ უნდა იყოს. აი რა უნდა გავაკეთო და რა უნდა გამიკეთო, თქვათ. არაფერს არ ვაშავებ, კანონს არ ვარღვევ, არაფერი მის არ ამაქვს, რაზეც შეიძლება რომ რაღაცნაირად გამომეკიდონ. ამიტომ არ მეშინია და არც იმ ხალხის მესმის, ვისაც ეშინია, მაგრამ სამწუხაროდ ვიცით რომ არსებობენ ესეთი ადამიანები. ზუსტად ორი სიტყვით მინდა, თუ შეიძლება ვთქვა, შენი უკანასკნელი კითხვა მეორე ბლოკში იყო, რომ რატომ ვედრებით მუდმივად და რა შეიძლება ეს ნიშნავდეს. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც თამარა მაშუკელს უწოდებდა, რომ ეს რაღაცა რუსეთის მონური ფსიქოლოგიის ფსიქოტიპი რაღაცა ჩამოაყალიბა და თქვა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ის, რომ მუდმივად ნიცაზე უკეთესი ვიქნები, პარიზზე უკეთესი ვიქნები, ის ვიქნები, ეს არის სწორედ ჩვენი ამ შემთხვევაში შესაძლებელია არა პირდაპირ მონური, მაგრამ ჩვენი პროვინციალიზმის, ჩვენი სიპატარავის და ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსის მაჩვენებელი. რატომ უნდა ვაქიბუქობდე და ვირტყავდე სულ მკერდზე ხელებს, რომ აი ამაზე მაგარი ვიქნები და იმაზე მაგარი ეს არის სამწუხაროდ ის ვერ ხვდება, რომ ამ ასეთი რიტორიკით, როდესაც აი ასე წარადგენს მუდმივად თავის ქვეყანას, რომ შენზე უკეთესი ვარ, მე ამით საკუთარ სიპატარავეს უსვამს ხაზს. ეს ძალიან მარტივია. რუსულის ფაქტორის გარშეც არ ჩაუვლია მაინც პრეზიდენტის გარკვეულ მინიშნებებს, თუნდაც გუშინდელ გამოსვლაში. დიახ, ბატონო დავით. ნინიას შეფასებაში ნამდვილად 100%-ით ეს მართლა პროვინციალიზმის გამოვლენება აი ასეთი რიტორიკა. ეხლა ასე ცნობილი გამონათქვამიც არსებობს, რაც სასაცილო გახდა საშიში აღარ არისო, მაგრამ სამწუხაროდ თან სასაცილოც არის ეს ჩვენი პრეზიდენტის გამონათქვამი უკვე და მისი კრიტიკა, მაგრამ არც თლად უხიფათო არ არის. მით უმეტეს იმ პოზზე, რაც ჩვენ ახლა ვიცით აი ფოტორეპორტერებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც რაღაცა აი ელემენტარულად ადამიანის ხუშტურის გამო სერიოზული უსიამოვნებები შეხვედრია თუმცა მაინც ფოტორეპორტერების საქმეს მათ საქმიანობას უკავშირებთ. ფოტორეპორტერის საქმიანობა ასეა თუ ისე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, ახლა უყურებთ ჯერჯერობით ვერაფერი გარდა აღიარებითი ჩვენებისა არაფერი, საერთოდ არ არის წარმოდგენილი. გვეუბნებიან მერე განახებთ. რასტიშას მერე განახებ, როდესაც აკეთე იყო ეგეთი რამე თუ კონდათ, აქამდე განახებდნენ, კინო განახეს მთელი. სატელეფონო ჩანაწერები მოგვასვენინეთ, არ გაგვიკეთეს და არ არის არაფერი ახლა. მართლა სასაცილო. ასეთი რაღაცის საერთოდ ჩანაწერის წარდგენაც კი, როგორც დანაშაულის მტკიცებულების. ნუ შეურაცხყოფელი ახლა ბანკის ანგარიში გავხსენი მეორეუნება, ხო აი ჰონორარი უნდა ჩაგირიცხოთ და ახლა ამას გვიჩვენება როგორც დანაშაულს. აი ეს უკვე საშიში არის, რომ წას, იმიტომ რომ მიჩნდება, მე ყველას მიჩნდება ესეთი განცდა. ახლა შეიძლება მე არ მეშინია თქვა ნინიას ან კიდე სხვა ვიღაცას, მაგრამ ბევრ ადამიანს უჩნდება
განცდა, რომ აბსოლუტურად დაუცველია, რასაც უნდა იმას გაუკეთებენ, აი რასაც უნდა იმას დააბრალებენ და ნუ რა მე ეხა ვიღაცა შეიძლება ვიღაც ხელოვნებად ცოდნეს შეეშინდეს, მაგრამ ასე მართლა გააფთრებული რომ გამოვა იქიდან და რაღაცა მუშტების ხვერას დაუწყებს, რა შეიძლება იფიქროს ვიღაცა რომ აი ხო ამის გამო მე უცებ აღმოჩნდეს ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის აგენტი და მე რაღაც ბანკის შეიძლება იქ ბანკის ანგარიშის გახსნაზე იყოს კიდე ვიღაცას და ლაპარაკი და სად მიდიხარ მე ბატონო დავით ამის არსებობს შეთავაზება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯოშუშები დროზე გამოცხადდნენ ეს კიდე თავისთავად ძალიან მაგარი რაღაცაა რა ჯოშუშური საქმიანობა და მათზე აღარ აღება რადიოში მქონდა ამ თემაზე გადაცემა და სატელეფონო ჩართვა მქონდა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან რომელმაც ყველამ კარგად იცის გურამ წიბახაშვილი ეს არის ფოტოხელოვანი ფოტოგრაფი რომელმაც ბოლოს ესეთი რამე მითხა რომ სამწუხაროდ მე უკვე ასოციაციები მიჩნდება საბჭოთა კავშირთან და საბჭოთა საქართველოსთან ძალიან სამწუხაროა როდესაც ამას უკვე გურამ წიბახაშვილი ამბობს ძალიან შემაშფოთებელია მე ვფიქრობ ამაზე უნდა იფიქრონ აუცილებლად რაც შეეხება თავად ფოტო რეპორტერების საქმეს ამ შემთხვევაში მე ვარ მომხრე რომ რაღაცნაირად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შენელდეს ჩვენი ინტერესი ამის მიმართ და არავითარ არ უნდა მოუდუნდეთ მაგრამ მომხრე ვარ რომ აუცილებლად დავალოდოთ სასამართლოს და ნახოთ იმიტომ რომ დღევანდელ დღეს არ ჩვენ არაფერი არ გვიჭირავს ხელში რომ დავიჯეროთ მათი დანაშაული გარდა იმ აღიარებითი ჩვენებებისა მაგრამ ერთის მაკვირვებს რომ ნუ თუ ასეთი სულელები არიან რა იყო ამ დაჭერების მოტივი და ნუ თუ ამდენი ვერ გათვალეს რომ აი ესეთ რეზონანსს გამოიწვევდა ეს კითხვის ნიშნები რჩება რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას ჩვენ ვიცით რომ ორმა აბდალაძემ და ქურციკიძემ უკვე მიმართეს ესე რომ ვთქვათ თხოვნით რომ მოხდეს მათთან საპროცესო შეთანხმება როგორც ამ დამთავრდეს აი ეს პროტესტი ეს მომენტი რომ გაგვაგებინონ რაშია საქმე და ბოდიში და ყველა დეტალი გაგვაცნო ეს მაინც უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა დავით ზურაბიშვილი ნინია კაკაბაძე ჩვენი გადაცემის სტუმრები გმადლობთ რომ იყავით დღეს ჩვენთან ეთერში ზუსტად 9 საათზე მაესტრო სახალხოებს ხატია ქვათაძე გაგაცნობთ 10 საათზე პირდაპირ საუბარი ეს თემა ანუ ფოტორეპორტერების თემა გაგრძელდება უკვე პირდაპირ საუბარში ეკაბერძის სტუმრები იქნებიან ეკაბესელია და ზვიად გურული კვირის პალიტრის ჟურნალისტი რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს რა მოხდა 2000 წელს როდესაც გიორგი აბდალაძე ცხინვალში იყო დატყვევებული მე გემშვიდობებით ყველამდე ნახვამდის